ესე იგი ახლა უნდა გავიგოთ რა უნდა ვქნათ თუ ჩვენს მართვის მოწმობას ვადა გასდის. უჭირდება თუ არა გამოცდის ხელახლა ჩაბარება და როგორია პროცედურა. თამარ ბუბაშვილი გვერდდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში და გისმენთ თამარ გვაინტერესებს, ძალიან გვაინტერესებს ყველას. დილამშვიდობისა, როგორც გაირკვა, ბოლო 1 თვის განმავლობაში მოქალაქეები, რომლებიც რეკავდნენ მომსახურების სააგენტოში, ყველაზე მეტად აინტერესებდათ თუ რა უნდა გააკეთონ, როდესაც მათ მართვის მოწმობას ვადა გაუვა, რა საბუთები უნდა წარმოადგინონ. სწორედ ამიტომ დავინტერესდით ჩვენც ამ თემით და შევეცდებით, რომ ახლა ყველა კითხვას გავცეთ პირდაპირ ეთერში პასუხი. რა თქმა უნდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი მასპინძელი ნათია ოკიტაშვილი, მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი უპასუხებს დღეს ჩვენს შეკითხვებს. ქალბატონო ნათია, დავიწყოთ იმით, რომ რადგანაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ეს მართვის მოწმობების თემა, როდესაც ვადა გაუვა მართვის მოწმობას, რა დოკუმენტაცია გვჭირდება? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. როგორც აღნიშნეთ, იანვრის თვეში დისტანციური კონსულტაციით მოსარგებლე პირების მიერ დასმული შეკითხვები ძირითადად ეხებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მოქმედების ვადებსა და მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ რა უნდა გააკეთონ შეცვლის წესს. მოგახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ვადაგასული მართვის მოწმობის შესაცვლელად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და შესაცვლელი მართვის მოწმობა. ანუ სულ 3 დოკუმენტი ჩამოთვალეთ, მაგალითად თუ მართვის მოწმობა არ გვაქვს, ან დავკარგეთ, ანუ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია და ვთქვათ ვადა გაუვიდა ჩვენს მართვის მოწმობას და მაგრამ პირადად არ გვაქვს ეს დოკუმენტი, ანუ მაინც შევძლებთ გამოცვლას? დიახ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ შემთხვევაში შეცვლა არ მოხდება და ეს უკვე იქნება დაკარგული საღდგენა, თუმცა ვინაიდან ვადაგასული არის აღნიშნული დოკუმენტი, დოკუმენტაცია წარმოსადგენი იქნება მხოლოდ პირადობის მოწმობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. კიდევ ყველა მართვის მოწმობაში, ბევრი კატეგორიაა, ყველა კატეგორიას, როგორც ვიცით, აქვს სხვადასხვა ვადა და ეს ვადები მითითებულია ჩვენს მართვის მოწმობაში, მაგრამ პირობითად რომ ავიღოთ, ვთქვათ, ჩემს მართვის მოწმობას ვადა გადის 2028 წელს. აუცილებელია რომ მე ვთქვათ 2028 წელს დაველოდო თუ მანამდე შემიძლია გამოცვლა ამ მართვის მოწმობის? დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოცვლა, ეს თქვენს სურვილზე არის დამოკიდებული. თითოეული კატეგორიები და კატეგორიები, როგორც აღნიშნეთ, სხვადასხვა მოქმედების ვადით გაიცემა, მაგალითად A და B კატეგორია გაიცემა 15 წლის ვადით, C D კატეგორიას შესაბამისი ქვე კატეგორიებით 5 წლის ვადით და ვადის ამოწურვამდე შეუძლია მოქალაქეს მობრძანდეს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში და შეცვალოს ეს ჩვენი დოკუმენტი. ანუ არ არის აუცილებელი რომ დაველოდოთ მაინდა-მაინც იმ ვადის გასვლას, თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვათ ვიღაცას გამოეპაროს ეს ვადა და როდესაც დავხედავთ უკვე აღმოჩნდეს, რომ ვადა აქვს გასული. ასეთ შემთხვევაში რა ხდება, რომ უკვე თქვათ ვადა გაუვიდა და მე რაღაცა პერიოდის მერე მოვედით შესაცვლელად? აღნიშნულ შემთხვევაშიც მოქალაქეს რა თქმა უნდა პრობლემა არ შეექმნება. ჩვენი მხრიდან საჯარიმო სანქციები დაწესებული არ არის, თუმცა აღნიშნავ, რომ იმ კატეგორიის ან ქვე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელზეც ვადა აქვს ამოწურული, რა თქმა უნდა არ ენიჭება და მიენიჭება მხოლოდ მართვის მოწმობის შეცვლის შემდეგ. და უნდა დავაზუსტოთ ისიც, რომ ხშირად მოქალაქეებს ზოგჯერ გონიათ ხოლმე, რომ თქვათ მართვის მოწმობა თავიდან როცა ვიღებ, თქვათ ვადა გაუვიდა თუ დავკარგეთ, რაღაცა დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი არ არის ხო მსგავსი? გამოცდების ჩაბარება აღნიშნულ შემთხვევაში არ არის საჭირო. და ასევე დავაკონკრეტოთ კიდევ ის, რომ ონლაინ ან დისტანციურად ან აპლიკაციით შეგვიძლია ახალი მართვის მოწმობის აღება, ან თქვათ დოკუმენტაციის გაგზავნა მომსახურების სააგენტოში თუ აუცილებელია სერვის ცენტრში მისვლა? ვინაიდან საუბრობთ ვადაგასულ დოკუმენტზე, აღნიშნულ შემთხვევაში დისტანციური წესით აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით აღდგენა ვერ მოხერხდება, საჭიროა დაინტერესებული პირი მობრძანდეს სააგენტოში. აქვე აღნიშნავ, რომ სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით 11 სტრუქტურული ერთეული აქვს და ნებისმიერ მათგანში შეუძლია სერვისის მიღება. და ასევე მოდით ცხელი ხაზიც რომ თქვათ, რომელზეც მოქალაქეები რეკავენ, რომ რა ნომერზე უნდა დავრეკო და ასევე თვის განმავლობაში დაახლოებით რა რაოდენობის სატელეფონო კონსულტაციას გასცემთ ხოლმე? მომსახურების სააგენტო გარდა ცხელი ხაზისა, ასევე დისტანციურ კონსულტაციას თავაზობს ონლაინ პლატფორმების საშუალებით. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი არის 1272, ხოლო მოქალაქეს ასევე შეუძლია მოგმართოს ონლაინ ჩატის, Facebook-ზე სააგენტოს ოფიციალური გვერდის და სააგენტოს ელექტრონული პოსტის საშუალებით. თვის განმავლობაში სტატისტიკაც საინტერესოა, რამდენ ადამიანს უწევთ თქვათ სატელეფონო კონსულტაციას? თვის განმავლობაში საშუალოდ 30,000-დან 40,000-მდე მერყეობს აღნიშნული ციფრი.
და შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ანუ გარდა მართვის მოწვევებისა, ვთქვათ, კიდევ დისტანციურად რა ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ? სატელეფონო კონსულტაციის სამსახურის საშუალებით მაგალითად პირს შეუძლია მოგმართოს შემდეგ საკითხზე, იცით რომ მართვის მოწვევის გამოცდაზე გასასვლელად საჭირო არის პირმა დაჯავშნოს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, თუ პირს არ ახსოვს, როდის აქვს გამოცდა დაჯავშნილი, შეუძლია დაგვირეკოს და შესაბამის იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას, ასევე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე თუ პირი ვერ ახერხებს გამოსვლას, აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა დარეკოს სატელეფონო კონსულტაციის სამსახურში და აღნიშნული ინფორმაცია შეატყობინოს თანამშრომელს. აი მართვის მოწვევის ვადებზე ერთს დავაზუსტებ კიდევ. ყველა მართვის მოწვევას, ყველა კატეგორიას აუცილებლად აქვს ვადა თუ არსებობს რაღაც უვადო რომელიმე? თვითონ უვადო მართვის მოწვევა არ არსებობს, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული ეს ვადები. 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ მართვის მოწვევებზე მოქმედების ვადა მითითებული არ არის, თუმცა მას აქვს შესაბამისი ვადა მინიჭებული. და ეს ინფორმაცია, დეტალები ყველაფერი შეგვიძლია გავიგოთ მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე შეგვიძლია რომ გავიგოთ. ძალიან დიდი მადლობა მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს და მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანუ ჩვენს მართვის მოწვევებთან დაკავშირებით, ასევე დამატებით დეტალებზე, დამატებით ინფორმაციის მიღება შეგვიძლია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე. დაგემშვიდობებით მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. დიდი მადლობა თამარ ბუბაშვილს.